მოგესალმებით, ნათია ქოქოსაძე, არასამთავრობო ორგანიზაცია სამოქალაქო მონიტორინგის ცენტრი. ჩვენმა ორგანიზაციამ გადაწყვიტა შეემოწმებინა თუ რამდენად ხარისხიანად და სრულყოფილად სრულდება სახელმწიფო ტენდერები. გადაწყვიტეთ ამჯერად სახელმწიფოს მიერ შემუშავებული წყალმომარაგების პროექტები გადაგვემოწმებინა და შევამოწმეთ კასპიის მუნიციპალიტეტის სოფელ წინარეხის სასმელი წყლით მომარაგების რეაბილიტაციის შესახებ გამოცხადებული ტენდერის მონიტორინგი. აღნიშნული ტენდერი გასულ წელს გამოცხადდა სახელმწიფოს მიერ. 2013 წლის 23 ოქტომბერს გაფორმდა ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ კასპიის მუნიციპალიტეტსა და შპს ჰიდროტექნოლოგიურ ჯგუფს შორის. ხელშეკრულების საგანია კასპიის მუნიციპალიტეტში სოფელ წინარეხის სასმელი წყლის რეაბილიტაციის სამუშაოების ჩატარება, ხოლო პროექტის ღირებულებამ 218,000 ლარი შეადგინა. პროექტის დამკვეთი გახლავთ კასპიის მუნიციპალიტეტი, შემსრულებელი შპს ჰიდროტექნოლოგიური ჯგუფი, ხოლო პროექტის ავტორი შპს სტუდია ვექტორი. შემსრულებელი კომპანია გამოვლინდა სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული ტენდერის გზით. საყურადღებოა, რომ აღნიშნული კომპანია შპს ჰიდროტექნოლოგიური ჯგუფი უკვე არაერთგზის იმარჯვებს კასპიის მუნიციპალიტეტში გამოცხადებულ ტენდერებში. მას შემდეგ, რაც დასრულდა პროექტი და ექსპლუატაციაში გავიდა, პერიოდულად ხდება წყლის დებიტის კლება, აგრეთვე წყლის ნაკადის საერთოდ შეჩერება და სოფელ წინარეხის მოსახლეობა უჩივის ამავე წყლის სასმელად გამოყენების შემდგომ მოწამვლის ფაქტებს. ჩვენი ორგანიზაცია დაინტერესდა და გადავწყვიტეთ გაგვერკვია თუ რამდენად ხარისხიანი და სრულყოფილად ხდება ამ სასმელი წყლის ფილტრაცია და დეზინფექცია. წყლის ფილტრაციასთან დაკავშირებით განსხვავებული პასუხები მივიღეთ როგორც პროექტის დამკვეთისგან, ასევე მისი შემსრულებლისგან. შემსრულებელი კომპანიის შპს ჰიდროტექნოლოგიური ჯგუფის ხელმძღვანელი ბატონ ზურაბ ბარჯაძე აცხადებს, რომ ხდება წყლის ფილტრაცია, თუმცა არა მისი დეზინფექცია, ვინაიდან სოფელს არ ყავს შესაბამისი კომპეტენციის მქონე პირები, ვინც წყლის დეზინფექციას უზრუნველყოფენ. ხოლო სოფელ წინარეხის გამგებელი ზაზა მარჯანიძე კი აცხადებს, რომ წყალს ფილტრები საერთოდ არ უყენია და ისე მიეწოდება ეს წყალი სასმელად მოსახლეობას, რომ მხოლოდ მისი ბუნებრივი ფილტრაცია ხდება. რაც შეეხება დეზინფექციას, ამასთან დაკავშირებით მასაც ანალოგიური პასუხი ჰქონდა, რომ სოფელში არ მოიძებნება შესაბამისი კომპეტენციის მქონე პირები. პროექტის ავტორი შპს სტუდია ვექტორის ხელმძღვანელი საერთოდ ვერ მოვძებნეთ, ვერ მოხერხდა მისი მოძებნა. ვიმყოფებოდით რამოდენიმე მისამართზე, სადაც შეიძლებოდა რომ დაგხვედროდა, თუმცა უშედეგოდ, ასევე ვცადეთ მასთან სატელეფონო დაკავშირება, მაგრამ ესეც უშედეგოდ. ახლა კი გადავალ უშუალოდ პროექტზე, რაც შეეხება პროექტს, აღნიშნულ პროექტში აღმოჩნდა მთელი რიგი დარღვევები და კითხვები. პროექტი როგორც ხარისხიანი დოკუმენტი თავიდანვე არ იყო ექსპერტიზის მიერ დამოწმებული. ამას მოწმობს რამოდენიმე მაგალითი, რომელსაც ახლა მე თქვენ გაგაცნობთ. პროექტს არ ახლავს განმარტებითი ბარათი. პროექტში წყალმომარაგების სათავე ნაგებობა წყალმიმღებზე არსად არ არის აღნიშნული, რომ დაცული უნდა იყოს სანიტარული ნორმები. შეგახსენებთ, როგორც ექსპერტთან საუბრისას შევიტყვეთ, მდინარის დინების მიმართულებით წყლის მიღებამდე 200 მეტრის მანძილზე დაცული უნდა იყოს კალაპოტი. თუმცა როგორც ადგილზე ვიხილეთ, ეს სანიტარული ნორმა დაცული არ არის, სათავიდან სულ რაღაც რამოდენიმე მეტრში განთავსებულია ეგრეთ წოდებული საქეიფო ადგილები, სადაც არაერთი ტურისტი და დამსვენებელი იყრის თავს, შედეგად კი ადგილის და წყლის დაბინძურება ხდება. ეს დაბინძურებული წყალი კი გაუფილტრავად და დეზინფექციის გარეშე მიეწოდება იმ ტერიტორიას, საიდანაც უშუალოდ სოფლის სასმელი წყლით მომარაგება ხდება. საპროექტო ნახაზი არ არის შესრულებული პასუხისმგებლობით, რასაც მოწმობს თუნდაც ერთ ფურცელზე არსებული უზუსტობები, ნახაზზე დატანილი საქლორატორო ტექნოლოგიის მოწყობილობები და მათი საპროექტო მოცულობები არ შეესაბამება ამავე გვერდზე დატანილ მასალათა ჩამონათვალში მითითებულ მოცულობებს. ასევე პროექტში არ არის განსაზღვრული საქლორატორო ტექნოლოგიაზე პასუხისმგებელი პირები, როგორც უკვე ზემოთ მოგახსენეთ, იქ არ არის კომპეტენტური პირები, ვინც მოახდენენ წყლის დეზინფექციას. ამასთანავე კითხვებს ბადებს სატენდერო ხარჯთაღრიცხვა, მაგალითად მიწის დამუშავება 1 მეტრ კუბი მიწის დამუშავება ექსკავატორით 1 ლარი და 30 თეთრის ღირებულებითაა მითითებული პროექტში. რეალურად კი მისი ფასი გაცილებით მაღალია. საყურადღებოა, პროექტის შესრულება განხორციელდა თუ არა პროექტის და კონტრაქტის შესაბამისად კანონის სრული დაცვით. ხელშეკრულების საფუძველზე შეიქმნა ეგრეთ წოდებული კომისია, რომლის წევრები ხელმოწერით ადასტურებენ შუალედური და საბოლოო მიღება ჩაბარების აქტებს. საინტერესოა, რა კრიტერიუმით შეირჩნენ ეს ადამიანები და რამდენად აქვთ მათ სამართლებრივი კომპეტენცია იმისა, რომ განსაზღვრონ შესრულებული სამუშაოების პროექტთან თავსებადობა და ხარისხი. ან რატომ არ მოითხოვეს მათ ექსპერტიზის დასკვნა. ახლა კი რაც შეეხება ჩვენი კვლევის ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილს, ექსპერტიზას, პროექტზე მუშაობის მიმდინარეობისას სამჯერ მოხდა მიღება ჩაბარების აქტის გაფორმება. პირველი ეს გახლდათ 2013 წლის 14 ნოემბერს, მეორე გახლდათ 2013
2014 წლის 10 დეკემბერს, ხოლო მესამე, ანუ საბოლოო მიღება ჩაბარების აქტი გაფორმდა 2014 წლის 17 მარტს. სამჯერვე საყურადღებოა, რომ სამჯერვე ისე გადაირიცხა თანხა და ისე მოეწერა ხელი მიღება ჩაბარების აქტებს, რომ სამუშაოების შესრულების პარალელურად გზა და გზა არ ჩატარებულა ექსპერტიზა. საბოლოო მიღება ჩაბარების აქტი, როგორც უკვე ზემოთ მოგახსენეთ, 2014 წლის 17 მარტს ხელი მოეწერა ამ საბოლოო მიღება ჩაბარების აქტს, მასზე ისე მოაწერეს ხელი კომისიის წევრებმა, რომ ექსპერტიზის დასკვნა არ მოუთხოვიათ. მათ არ ჰქონდათ სამართლებრივი უფლება, რომ ჩაებარებინათ პროექტი ექსპერტიზის დასკვნის გარეშე. აღსანიშნავია, რომ ექსპერტიზაზე მოთხოვნა განხორციელდა მას შემდეგ, რაც უკვე პროექტი ექსპლუატაციაში გავიდა და დასრულდა, ანუ ეს მოხდა 2013 წლის 21 მარტს, აქვე იკვეთება კიდევ ერთი უზუსტობა. მოთხოვნა ექსპერტიზის შესახებ განხორციელდა ნაწილობრივ. არ განხორციელდა მოთხოვნა ფარული სამუშაოების მოცულობების განსაზღვრისთვის, მხოლოდ ფორმა ნომერ 2-ზე დაყრდნობით იყო ეს მოთხოვნა განხორციელებული. ლევან სამხარაულის საექსპერტო ბიუროდან პასუხი მოვიდა 2014 წლის 30 აპრილს. ანუ ეს ის პერიოდია, როდესაც უკვე აღნიშნული პროექტი დაახლოებით თვენახევარი იყო გასული, რაც ექსპლუატაციაში გავიდა. ექსპერტიზიდან მოსული პასუხი ასევე ნაწილობრივი იყო, ისევე როგორც მოთხოვნაც და მხოლოდ ფორმა ნომერ 2-ზე იყო დაყრდნობით განხორციელებული. ფარული სამუშაოს და გახარჯული მასალის მოცულობები კი მასში აღნიშნული არ იყო. აქედან გამომდინარეობს დასკვნა, რომ ობიექტი ისეა გაშვებული ექსპლუატაციაში, რომ არ არსებობს კონტრაქტითვე გათვალისწინებული საექსპერტო დასკვნები. ყოველივე ზემოთ აღნიშნული დარღვევები მოპოვებულია შესაბამისი კვლევებით და ეფუძნება შესაბამის დოკუმენტებს. მას შემდეგ, რაც ჩვენ დავასრულეთ აღნიშნული მონიტორინგი სოფელ წინარეხის კულტურის სახლში, ჩავატარეთ ჩვენს მიერ ჩატარებული კვლევის ამსახველი სიუჟეტის ჩვენება. რის შემდეგაც სოფლის მოსახლეობამ საჩივრით მიმართა ამავე სოფლის საკრებულოს იმისათვის, რომ უზრუნველ ყოფილიყო მათთვის სასმელად ვარგისი წყლის მიწოდება. კანონით განსაზღვრულ ვადებში საკრებულოდან მათ მიიღეს პასუხი, რომ ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილი დარღვევა მხოლოდ და მხოლოდ გამოწვეული იყო სტიქიური უბედურებით. ჩვენ კვლავ მოგმართ ამ სოფლის მოსახლეობამ და გაგვაცნო საკრებულოდან მოსული პასუხი. სამოქალაქო მონიტორინგის ცენტრმა გადავწყვიტეთ დღეს, რომ აღნიშნული დარღვევები და პრობლემები გაგვეცნო ფართო საზოგადოებისთვის იმისათვის, რომ ეს პრობლემა ხელში აიღოს და დაინტერესდეს შესაბამისი ორგანოები. ჩვენ ვერ მივცემთ ამ მთელ რიგ დარღვევებს და პრობლემებს სამართლებრივ ფორმას, მხოლოდ და მხოლოდ ის შეგვიძლია და ის იმედი გვაქვს, რომ შესაბამისი ორგანოები მოახდენენ რეაგირებას ამ ფაქტებზე და სოფლის მდგომარეობა წყალმომარაგების კუთხით გამოსწორდება. აქვე მინდა დავამატო, რომ სახელმწიფო იქნა შეცდომაში შეყვანილი, ვინაიდან წყალმომარაგების პროექტი არის უცოდინრობით ან გულგრილობით შესრულებული, რაც გარდა იმისა, რომ სოფელში ეპიდემიის წყაროს წარმოშობს, აგრეთვე გარკვეულ კი არა დავაზუსტებს საკმაოდ დიდ ზიანს აყენებს სოფლისთვის გამოყოფილ ბიუჯეტს, ვინაიდან 218,000 ლარის ღირებულების პროექტი ფაქტობრივად ჩავარდა. ჩვენ მოუწოდებთ შესაბამის სამართლებრივ ორგანოებს, თუნდაც პროკურატურას გამოიციონ ზემოთ აღნიშნული პროექტი და ნუ იქნება სახელმწიფო შეცდომაში შეყვანილი. შეგახსენებთ კიდევ ერთხელ, რომ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტი ეყრდნობა ოფიციალურ დოკუმენტს, ასევე მიღებულია შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე იურისტებისგან, ინჟინრებისგან და ექსპერტებისგან რჩევები და რეკომენდაციები. ჩვენს მასალას სტანდარტული აქვს ჩვენს მიერ ჩატარებული მონიტორინგის შესახებ სიუჟეტი და ასევე წერილობითი დოკუმენტები, ოფიციალური დოკუმენტები. ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ მსგავსად სოფელ წინარეხის საკრებულოსი აქაც არ მოხდება პრობლემის უყურადღებოდ დატოვება. მადლობთ ყურადღებისთვის. ახლა კი კითხვები თუ გაქვთ, შემიძლია გიპასუხოთ. წყალი ფაქტობრივად არის უვარგისი. ჩვენ გვაქვს ოფიციალური ჩვენი გვერდი აი მონიტორინგ წერტილი 2, სადაც შეგიძლიათ იხილოთ ზემოთ აღნიშნული სიუჟეტის შესახებ ყოველივე დეტალი, ასევე მე მოგაწვდით YouTube-ის ლინკებს, იმიტომ რომ იქაც გვაქვს ჩვენ გავრცელებული ეს სიუჟეტი. ჩვენ ადგილზე არაერთხელ ვიმყოფებოდით კასპის რაიონში, აღნიშნულ სოფელში და მოსახლეობა მართლაც სავალალო მდგომარეობაში არაერთი მოწამვლის ფაქტი დაფიქსირდა და გარდა ამისა ეს 218,000 ლარი ფაქტობრივად ნახევრად გაფლანგულია, იმიტომ რომ ამ რაოდენობის არც ღირებულების არც ფილტრები არ დაყენებული, არც საქლორატორო შენობა ამოწყობილი და ასე შემდეგ და აქვე მინდა შემთხვევით ვისარგებლო და დავამატო, რომ ჩვენი ორგანიზაციის მიზანია საჯარო ინტერესების მქონე ორგანოების საქმიანობის მონიტორინგი და აგრეთვე ხარჯების გამჭვირვალობის მექანიზმების განვითარება. სწორედ ამიტომ მოვკიდეთ ხელი დღეს ჩვენ ტენდერებს, ეს არ იქნება პირველი და არც უკანასკნელი, პერმანენტულად განვაგრძობთ დარღვევების აღმოჩენას, თუმცა დიდი იმედი მაქვს, რომ ასეთი დარღვევებთან აღარ გვექნება საქმე, მაგრამ სამწუხარო რეალობაა. მადლობა თქვენ.